მტრის ფორმის ღვინის მუზეუმში უნდა დავაგემოვნოთ ღვინო. შიგნით არის ერთ მხარეს მუზეუმი, მეორე მხარეს ღვინის მაღაზია. ჯერ მუზეუმში შევიჭყიდავ. რა კაი სიგრილეა. ეს საწნახელი დაახლოებით 300 წლის არის. აქ აბამდნენ ცხენს ან ცხოველს, ატრიალებდა და პრესავდა წიწებს. საბოლოოდ უფრო არყის გამოსახდელად იყენებდნენ ან ჭაჭის. ეს უფრო ტრადიციული საწნახელია და დაახლოებით 200 წლის არის. ესეც ოქროს საწმესის იმიტაცია და საქართველოს რუკა. დავაგემოვნებთ თეთრ ღვინოს, თეთრი მშრალი ციცქა ცოლიკაური და წითელ ღვინოს, რომელიც არის მშრალი საფერავე. ხემსად გვექნება ქართული ტყლაპი. ასე ვიჭერთ ჭიქას. პირველი ცხვირის პრინციპი 4 მხრიდან ღრმა შესუნთქვით, შევისუნთქავთ არომატს. მერე პირველ კლუბს გავაკეთებთ, დავღეჭავთ. დავღეჭეთ. მეორე პრინციპი არის ესე იგი ატრიალება. მაშინ უნდა დავდიო. გო, ესე უფრო გაიხსნა. გემრიელია. ტყლაპი. გადავედით წითელ ღვინოზე, რომელიც არის უფრო ინტენსიური, უფრო დიდი ხანი ჩერდება ქვევრში. როგორი ტკბილი გემოსუნი აქვს. ხლიავის გემო მართლა აქ ამას. მეორე მეთოდი. გემრიელია. მე წითელი უფრო მომეწონა სხვათა შორის. დედაშენ? წითელი ბევრად კარგია. აქვე არის ღვინის მაღაზიაც და შეიძლება ნებისმიერი ღვინის შეძენა.